სიანიდის საქმე გადაცემის მეორე ნაწილში, როგორც უკვე გითხარით და აქ ადვოკატებს შორის გაიმართება დისკუსია. ახლა კი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის თემა თორდიასა და ფარცხალაძის დაპირისპირება. ჩვენ პირდაპირ ეთერში თავდაპირველად ჩაგვერთვება გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. თქვენ მოითხოვთ რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში. დღეს მოვისმინეთ გენერალური აუდიტორის განცხადება, რომ მიკერძოებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიკერძოებულია პროკურატურა. პარლამენტისგან გრძნობთ თუ არა რაიმე მხარდაჭერას და ხედავთ თუ არა რომ პარლამენტი შესაძლოა გახდეს თქვენი მოკავშირე ამ საქმეში? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს მოკავშირე აუდიტის სამსახურის ამ ვითარებაში, ვინაიდან სწორედ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო აუდიტის სამსახური და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს მისი ხელშეუხებლობა, ობიექტურობა და მის საქმიანობაში ჩაურევლობა, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ პირველ რიგში პარლამენტისაგან ვითხოვთ აი ამ ტიპის მხარდაჭერას, თუმცა სამწუხაროდ ვიღებთ შემდეგ სურათს, რომ დღეის მდგომარეობით აუდიტის სამსახური არის ერთადერთი ესე ვთქვათ ცალკე მდგომი უწყება, რომელსაც მარტო უწევს ყველა იმ ესე ვთქვათ ბრალდების ესე თავდაცვის პოზიციაში თავის ჩაყენება და ბრალდებების პასუხისგაცემა, მაშინ როდესაც რეალურად სახეზე გვაქვს სამსახურეობრივი საქმიანობის გამო გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი და სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ დღეს იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელმაც მის მიერ გავრცელებულ კადრებსაც კი გაუკეთა არასწორი ინტერპრეტაცია და ჩვენ თუ დაინტერესდებით აუდიტის სამსახურმა Facebook-ზე გავავრცელეთ აი ამ კადრების შენელებული და სამოყვარულო დონეზე გაწმენდილი კადრები, სადაც ძალიან ნათლად და ცალსახად ჩანს, რომ პირველი დარტყმა, სერიოზული დარტყმა მიიღო სწორედ გენერალურმა აუდიტორმა. ანუ ისეთ ვითარებაში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მისსავე გავრცელებულ კადრებს ეწინააღმდეგება საკუთარი შეფასებებით და დასკვნებით, ბუნებრივია ჩვენ არ გვიჩნდება ნდობა ამ გამოძიების მიმართ. ძალიან უცნაური ვითარებაა, ნინო, როდესაც დიახ, აი ძალიან უცნაური ვითარება, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებები, ასე ვთქვათ, ასეთ დაპირისპირებაში არიან ერთმანეთთან. თქვენ ხართ სახელმწიფო ჩინოვნიკები, ამბობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არენდობით, პროკურატურას არენდობით და ფიქრობთ, რომ რაღაცნაირად შეთანხმებული მოქმედებაა თქვენ წინააღმდეგ. რატომ შეიქმნა ეს ვითარება? ამ ინციდენტამდეც იგრძნობოდა თუ არა აუდიტის სამსახურის მიმართ, ასე ვთქვათ, რაღაც არა კეთილის მსურველი დამოკიდებულება სახელმწიფოსგან ზოგადად. იმიტომ რომ თქვენ სწორედ ამ სახელმწიფო ინსტიტუტების ნაწილი ხართ, ცალკე არ ხართ, სახელმწიფოს წარმოადგენთ. დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს აუდიტის სამსახური, რომლის კონსტიტუციური ვალდებულება და უფლებამოსილება, რომ ზედამხედველობა გაუწიოს საბიუჯეტო რესურსების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მართლზომიერებას, მიზნობრიობას და ეკონომიურობას და ასე შემდეგ. და სწორედ ამას გულისხმობ, რომ ძალიან უცნაურ ვითარებაში ვართ ნამდვილად, როდესაც კონსტიტუციური ორგანო ახორციელებდა მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელს და დღეს სამწუხაროდ ჩვენ გვიწევს ესეთ პოზიციაში ყოფნა, როდესაც საჯარო უწყება სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც პირველ რიგში უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ დროულად და ეფექტურად გამოიძიონ საკონსტიტუციო ორგანოს ხელმძღვანელზე თავდასხმის მიზეზი, რაც მის საქმიანობას უკავშირდება, თუმცა ნაცვლად ამისა ვიღებთ აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას და შეფასებებს და ეს განცხადებას თავისი სულისკვეთებით და აქცენტებით ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვიჩნდება განცდა, რომ ემსახურებოდა გარკვეულწილად შერბილება სურათის და აქცენტების სხვა საკითხებზე გადატანას და არა რეალობის წარმოჩენას. მიუხედავად აი ამ შორი კადრებისა ძალიან ნათლად ჩანს გავრცელებულ კადრებში. ამ საქმეში ფიგურირებს ასევე მერიაც, თქვენ გამოაქვეყნეთ შუალედური ინფორმაცია, აქაც ძალიან საინტერესო ვითარება შეიქმნა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ დავით ნარმანია, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს მერიას, შესაძლოა აღმოჩნდეს იმ სკამზე, რომელიც დღეს უკავია ლაშა თორდიას. ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ აუდიტის სამსახური სწავლობს საკითხს სწორედ მერიასთან მიმართებით. როგორ ფიქრობთ, რა დროში შეიძლება დასრულდეს ეს თქვენი ანგარიში და ისე ხომ არ მოხდება მაგალითად ნარმანიას საკითხს სწავლობთ და ნარმანია აღმოჩნდება თორდიას თანამდებობაზე ცოტა ხანში?
ამ დასკვნისთვის გაიქნება იმდენი დრო დათმობილი, რამდენიც სჭირდება დასკვნას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვერგებით ჩვენი დასკვნები არ ერგება კონკრეტულ სიტუაციებს თუ ვითარებას. ჩვენ არც დღეს არ ვაპირებდით და ზოგადად არასოდეს არ გაგვისაჯაროებია შუალედური დასკვნები, იმიტომ რომ ველოდებით დასკვნის დასრულებას, მის კომუნიკაციას აუდიტის ობიექტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვაქვეყნებთ დასკვნებს. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ არაერთი არასწორი, ასე ვთქვათ, შეფასებები თუ კომენტარები მოვისმინეთ ჩვენ მიმდინარე აუდიტთან დაკავშირებით, მათ შორის თქვენი ეთერითაც, როდესაც გაჟღერდა რომ ეს იყო შეკვეთილი აუდიტი და ასე შემდეგ, გვინდა ვთქვათ, რომ არც ერთ ვთქვათ პერსონალიებს ჩვენ არ ვეხებით, ჩვენ ყოველწლიურად ვსწავლობთ თბილისის მერიას და სხვა სამინისტროებს და ესეც იყო გეგმიური აუდიტი, რომელიც 2016 წლის ბოლოს დამტკიცდა და ამ გეგმიური აუდიტის შესაბამისად მოქმედებდით. შესაბამისად, რა დროც იქნება საჭირო, რომ სრულყოფილად იყოს მოკვლეული სხვა ეს ამ ვთქვათ ფაქტობრივი ამ ფაქტის გარშემო გარემოები და ასევე სხვა გარემოებები, რასაც ჩვენ ვსწავლობთ, ალბათ აუთმობთ იმ დროს, თუმცა სავარაუდოდ ეს რაღაცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაშიც არ იწელება, დაახლოებით 2 თვე საკმარისი არის, რომ მომზადდეს აუდიტის დასკვნა, ამიტომ შესაძლებელია დიდი ალბათობით ეს დასკვნა გამოქვეყნდეს გენერალური აუდიტორის გადადგომამდე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არც გარკვეულ მოვლენებს ან პიროვნებებს არ ვარგებთ ჩვენ დასკვნებს და მოქმედებთ ჩვენი გეგმის. თუმცა რა თქმა უნდა გაჩნდება შეკითხვა თუ კი ეს არ მოესწრო მაგალითად გენერალური აუდიტორის გადადგომამდე, შემდეგ როდესაც მოვა მან ახალი გენერალური აუდიტორი, რომელიც შესაძლოა არ არის გამორიცხული, რომ იყოს დედაქალაქის მერი, აქ ჩნდება შეკითხვა, რას გავიგებთ ჩვენ მომავალში ამ საქმის შესახებ, ხომ? ამიტომ გისვამთ ვადებთან დაკავშირებით შეკითხვას. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ამ საქმეს არ დავაჩქარებთ იმის გამო, რომ გენერალური აუდიტორი იცვლება, მოკვლევა წარიმართება იმ ვადებში და იმ სტანდარტებით, რაც გვაქვს ყველა ნებისმიერ სხვა აუდიტთან მიმართებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გენერალურ აუდიტორს ივლისის ბოლოს გასდის ვადა და ზოგადად ეს ვადა საკმარისია საშუალო სტატისტიკურად იმისათვის, რომ აუდიტი დასრულდეს ერთ კონკრეტულ უწყებაში, ამიტომ დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ მანამდე გქონდეს ჩვენ დასკვნა. კი ბატონო, მე მინდა გადავიდეთ უშუალოდ აი მიწის გადაცემის საკითხზე. იქ არის არაერთი თარიღი, არის არაერთი ციფრი მოყვანილი და ეს შესაძლოა ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან რთულად აღსაქმელი იყოს და მე მსურს რომ აი ჩვენ რაღაცნაირად მარტივად ავუხსნათ, რაში მდგომარეობს არსი საერთოდ ამ თემის. სად იკვეთება მერიის პასუხისგებლობის საკითხი, სად ჩნდება კითხვის ნიშნები, მთავარი კითხვის ნიშნები და რა შესაძლო ზარალი შეიძლება მიიღო აქედან სახელმწიფოს ზოგადად. დიახ, პირველ რიგში ვიტყვი, რომ აუდიტის სამსახური არ არის არავის ბრალმდებელი და არც არავის მოპასუხე. სამწუხაროდ ესეთ ფორმატში სურთ გარკვეულ პირებს, რომ ეს ყველაფერი წარიმართოს. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით და აუდიტის სტანდარტები და ვალდებულებები გვავალდებულებს, რომ ზედამხედველობა გაუწიოთ იმას, როდესაც სახელმწიფოს ქონების განკარგვა ან გასხვისება ხდება, რომ სახელმწიფო მიიღოს მაქსიმალური სარგებელი, ან როდესაც თქვათ კომპენსირება ხდება, ან სხვა ტიპის გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო მის ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ეკონომიურად მოხდეს ეს ყველაფერი. ამ გარემოებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ კითხვის ნიშნები გაგვაჩნია თვითონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მერიასთან და საკრებულოსთან, იმიტომ რომ ორ ეპიზოდთან მიმართებით, როდესაც საქმე ეხებოდა მიწის კომპენსაციას და მეორე ეპიზოდი ეს იყო მიწის აუქციონზე გატანა, ორივე შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ მერიას, ანუ ამ შემთხვევაში თვითმმართველობა შეეძლო იმდაგვარად მოქცეულიყო, რომ არ მიეღო ამხელა ზარალი, რამხელაც ვფიქრობთ, რომ აი ამ გადაწყვეტილებებით მიადგა თბილისის ბიუჯეტს და ზოგადად თვითმმართველობას. ანუ რაზე მაქვს საუბარი? ძალიან მოკლედ და ძირითად თემებს შევეხები, იმიტომ რომ მართლაც ბევრი ფაქტი არის. პირველ რიგში საქმე ეხება ერთ-ერთ მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობდა ვაკის ტერიტორიაზე და მის ამ ტერიტორიაზე გაიარას გზამ და კომპანია, რომელიც ფლობდა აღნიშნულ მიწას, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში 2016 წლამდე ითხოვდა კომპენსაციას ფულად ან თქვათ მიწის ჩანაცვლებას აღნიშნული მიწის სანაცვლოდ. თუმცა არ მოიპოვება არც ერთი წერილობითი მტკიცებულება თვითმმართველობაში და ამას მერიაც ადასტურებს, რომ არანაირი კომუნიკაცია სხვა მათ არ აქვთ, რაც დაადასტურებს, რომ
ამ კომპანიასთან სახელმწიფოს ჰქონდა კომუნიკაციას თავაზობდა კონკრეტულ კომპენსაციასთან მიწის ნაკვეთს. საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ 4 წლის თავზე აღნიშნულმა კომპანიამ მიწა გაასხვისა დაახლოებით 580,000 ლარად. ანუ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს იყო თანხა, რაც აღნიშნული მიწის მესაკუთრეს უღირდა მიწის გასხვისება. გარდა ამისა, ჩვენ შევისწავლეთ ამ მიწის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება მათი გასხვისების დროისათვის, ანუ მაშინ, როდესაც ზიანი მიადგა აღნიშნულ კომპანიას მიწის გაყვანით და დავიანგარიშეთ, რომ დაახლოებით სწორედ 580,000 ლარამდე უნდა ყოფილიყო ამ მიწის ღირებულება. ლაპარაკია იმაზე, რომ მერიამ ქარცხალაძის კომპანიას გადაუხადა უფრო მეტი, ვიდრე ღირდა ეს მიწა. ხო, ამას გვაქვს საუბარი. რამოდენიმე გარემოება და მტკიცებულება, რომ ამ მიწის ღირებულება არ აღემატებოდა 580,000 ლარს და მიწის მესაკუთრე თანახმა იყო, რომ ამ თანხაზე გაესხვისებინა მიწა. თუმცა ამ თანხასთან და არც სხვა თანხასთან დაკავშირებით წინა მფლობელთან არანაირი კომუნიკაცია მერიას ან საკრებულოს არ ქონდა. ყოველ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ არ გააჩნიათ ესეთი დოკუმენტაცია და ჩვენც ვარაუდობთ, რომ არანაირი კომუნიკაცია მათთან ამ თქვენი კვლევის საგანი არის თუ არა ის, როგორ აღმოჩნდა ამ კომპანიის მფლობელი ფარცხალაძე, ანუ სახელმწიფო ჩინოვნიკი როგორ აღმოჩნდა ამ კომპანიაში საერთოდ რა მონაწილეობდა? საგანია როგორ მოახდინა კომპენსაცია მერიამ აღნიშნული მიწის და სწორედ აქ ფიგურირებს ფარცხალაძის გვარი. კერძოდ მოვლენები მდგომარეობს შემდგომში, როდესაც უკვე 2016 წლის თებერვლის ბოლოს კომპანიამ 580,000 ლარად გაასხვისა ეს მიწა. ეს მიწა შეისყიდა კომპანიამ, რომლის 40%-იანი მეწილე იყო ფარცხალაძე და შემდგომ უკვე ივნისის თვეში ამ კომპანიის 100%-იანი წილი გახდა და თებერვლის თვიდან 45 დღის ვადაში დაახლოებით თბილისის მერიამ და საკრებულომ აღნიშნული მიწის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით ამ კომპანიაზე, რომლის მეწილე ჯერ ფარცხალაძე იყო და შემდეგ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა, გადასცა 2,600,000 ლარად შეფასებული ქონება. ანუ რაზე ვსაუბრობთ? ჩვენი დრო იწურება და მინდა ორი შეკითხვა მოვასწრო. ერთი, თქვენ რა საკითხსაც სწავლობთ? აქ იკვეთება პასუხისმგებლობის საკითხი მერიის და ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი რა ნაწილში შეიძლება დადგეს? თქვენ სწავლობთ მერიის გადაწყვეტილება. აქ იკვეთება, რა თქმა უნდა, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მას შეეძლო, რომ დაეზოგა თანხები, დაეზოგა სახელმწიფოს ქონება და კომპენსაციად გადაეცა 580,000 ლარის ღირებულების ან თანხა ან ალტერნატიული ქონება. ვთქვათ, მერიამ არ დაზოგა. ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი სადგება. ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხს ჩვენ ვერ დავაყენებთ, მაგრამ არსებობს საეჭვო გარემოებები. ეს საკითხი უნდა შეისწავლოს პროკურატურას, მაგრამ საეჭვო გარემოებები რაში მდგომარეობს? მას შემდეგ, რაც ფარცხალაძე, ანუ როდესაც მერიამ გადასცა აღნიშნული მიწის სანაცვლოდ, მას მისცა 2,600,000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი, ანუ ამ კომპანიის საკუთრებაში უკვე არსებობდა 2,600,000 ლარის ღირებულების ქონება, ფარცხალაძემ 380,000 ლარად შეიძინა ეს კომპანია. გასაგებია და ბოლო შეკითხვა მაქვს თქვენთან. კომპანია, რომლის ღირებულებაც 5-ჯერ აღემატებოდა და შემდეგ უკვე უკაცრავად დავასრულებ ვახო. შემდეგი თემა, სადაც ასევე მისი გვარი იკვეთება, რა თქმა უნდა, აქაც მერიის პასუხისმგებლობაა, მაგრამ ისევ ამ პიროვნებასთან არის ეს საეჭვო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება მერიის დაკავშირებული. ეს არის აუქციონის ჩატარება, როდესაც ამ პიროვნებამ ფარცხალაძე მოითხოვა მის მიწასთან, ასე ვთქვათ, მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებულ ტერიტორიაზე გამოცხადებულიყო აუქციონი და მერიამ იმდაგვარად ჩამოაყალიბა აუქციონის პირობები, რომ ერთადერთი შემსყიდველი შესაძლებელია ყოფილიყო ფარცხალაძე და მისი კომპანია, ანუ აუქციონის პირობაში ეწერა, რომ ეს მიწა უნდა გაერთიანებულიყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან და მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთადერთი მესაკუთრე იყო სწორედ ოთარ ფარცხალაძე და ასევე კითხვები გვაქვს აუქციონზე გატანილი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით. ჩემი ბოლო შეკითხვა ჩვენი ამ პირდაპირი ჩართვის დროს, თქვენ დღეს უშუალოდ დაპირისპირების საკითხზე ერთმა სახელმწიფო ორგანიზაციამ, მეორე სახელმწიფო ორგანიზაცია პროკურატურა დაადანაშაულა მიკერძოებაში ფარცხალაძის სასარგებლოდ. ეს დასკვნა, რომელსაც თქვენ დაწერთ, ეს უნდა წავიდეს პროკურატურაში. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ კი პროკურატურა მიკერძოებულია ფარცხალაძის მიმართ ერთ საკითხში, ასევე ფიქრობთ ალბათ, რომ შესაძლოა იყოს მთლიანად აი ამ მერიის თემაზეც მიკერძოებული. რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ საქმეს ასეთ პირობებში, რა სურათიც იხატება?
ბუნებრივია ჩვენს გვიჩნდება ეჭვები, რამდენად შეიძლება სამართლიანი და ობიექტური იყოს პროკურატურის გამოძიება, მაშინ როდესაც ხედავთ, რომ სამართალდამცავი უწყებები ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან საეჭვოდ იქცევა და ფაქტიურად ფალსიფიცირებას უკეთებს ფაქტებს და ანუ შეფასებები აბსოლუტურად აცდენილია რეალობასთან. თუმცა არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის არა მარტო აუდიტის სამსახურის, არამედ ქვეყნის ინსტიტუციების პრესტიჟის საქმე. ეს არის პარლამენტის ინსტიტუციური პრესტიჟის საქმე, ეს არის ქვეყნის პრესტიჟის საქმე, რამდენად არსებობენ და ფუნქციონირებენ კონსტიტუციური ინსტიტუტები და რამდენად გვაქვს კონსტიტუციური წესრიგი. მე ვფიქრობ, ამაზე მიდით დღეს მსჯელობა და არ ვიცი, ხა თუ პროკურატურა ამასაც ესე ვთქვათ გვერდზე გადადებს და არ იქნება შესაბამისი რეაგირება, მე ვფიქრობ, ეს პრობლემა გაცდება ამ კონკრეტულ საქმის გამოძიებას და ამ კონკრეტული საქმის მასშტაბებს და მაშინ სახელზეც ძალიან სერიოზული ვითარება გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მედიის და საზოგადოების აქტიურობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს ჯერჯერობით აუდიტის სამსახური, ასე ვთქვათ, მარტო არის აი ამ ვითარებაში და ნამდვილად სჭირდება, თქვათ, აი ამ ინსტიტუციას, ასე ვთქვათ, საზოგადოების დახმარება და მხარდაჭერა. ეს ნინო ლომჯარია იყო გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე. ჩვენ ახლა გადმოვინაცვლებთ ჩვენს მომდევნო სტუმართან, გაგი მოსიაშვილთან, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატთან. ბატონ გაგი, საღამო მშვიდობისა. მადლობთ, რომ მონაწილეობთ ჩვენს მოგესალმებაში. ბატონ გაგი, დღეს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ჩვენ ყველა ვნახეთ და ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ყველა თავისებურად აღიქვამს ამ ვიდეო კადრებში ასახულ მასალას. აი გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე ამბობდა, რომ აქ არ არის დამნაშავე ლაშათორდია. თქვენ ახლა საპირისპირო სიტყვით საკმარისია თუ არა ეს კადრები ამ ხედით იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს მართლაც რა მოხდა იქ. არსებობს თუ არა საქმეში სხვა ხედით გადაღებული მასალები. როგორც თორდია ამბობს, იქ ძალიან ბევრი კამერა იყო. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს. ეს არის ვიდეო კამერით დაფიქსირებული ჩანაწერი და რატომღაც ვისაც როგორ უნდა ისე გებულობს ამ ჩანაწერს, თუმცა თუ ობიექტური თვალი შეხედავს აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერს, აშკარა რომ იკვეთება არა ოთარ ფარცხალაძის მხრიდან რაიმე მათ საწინააღმდეგო ან თავდასხმა ბატონ ლაშათორდიაზე, არამედ პირიქით. ამიტომ ალბათ ჯობია რომ ობიექტურმა დამკვირვებელმა შეაფასოს აღნიშნული ვიდეო თვალით დაფიქსირებული მოცემულობა. აშკარაა რომ ის რასაც ქვია ბატონ ლაშათორდიაზე თავდასხმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად არ არის დაფიქსირებული. რაც შეეხება სხვა რაკურსით გადაღებულ ჩანაწერებს, ცოტა გაურკვეველია, თუმცა გასაკვირია, თუ ამ რაკურსით თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშწორების მცდელობა ბატონ ლაშათორდიას მხრიდან იკვეთება, სხვა რაკურსით დანახული იგივე შემთხვევა, როგორ შეიძლება იყოს ამის საწინააღმდეგო, თუმცა მე მოუწოდებ სწორედ აქ ჩდება კითხვის შეიძლება დავამთავრებ მოუწოდებ საგამოძიებო ორგანოს მას არ განუხორციელები არანაირი თავდასხმა და სხვა ხედით გადაღებულ მასალაში იქნება სხვა სურათი. გისმენთ. გიორგი ბატონო, ანუ მე მართლა ვერ ხვდები, თუ არ განუხორციელებია თავდასხმა, ეს ვიდეო ჩანაწერის ავთენტურობას აყენებთ ეჭვის ქვეშ, მაშინ ამ კუთხით, როგორც მე მაქვს საზოგადოების უფრო დიდ ნაწილთან ერთად ინფორმაცია, დღეს შეტარებულ ბრიფინგზე აშკარად და საგამოძიებო ორგანომ განმარტა, რომ ვიდეოს ავთენტურობის საკითხთან დაკავშირებით ექსპერტიზა აქვს დანიშნული. ჩემთვის ცოტა გაურკვეველია ამ რაკურსით თავდასხმა ხორციელდება ბატონ ლაშათორდიას მხრიდან და სხვა რაკურსით დანახულზე პირიქით იქნება. ამიტომ რაც შეეხება ამის ავთენტურობას, როგორც ვიცი, საგამოძიებო ორგანომ დანიშნა ექსპერტიზა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნასაც მე ეს მოვა საადაოდ არ გახდიან. თუმცა მე შეება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერს და ყველანაირად ყველაფერს
საეჭოდ ხდის ოპონენტი მხარე, საეჭოდ ხდის ნეიტრალური მოწმეთა მიერ მიცემულ ინფორმაციას, საეჭოდ ხდის ზოგადად ამ ვიდეო ჩანაწერის ავთენტურობას, რომელიც როდესაც იგი აცხადებს, რომ ეს მე არ ვარ, მე არ განმიხორციელებია თავდასხმა, ალბათ ობიექტური დამკვირვებელი ამას სრულყოფილად შეაფასებს და დაინახავს იმას, არა რაც უნდა რომ დაინახოს, არამედ იმას, რაც რეალობაა ამ ვიდეო ჩანაწერთან. რადგან აი ეს შეკითხვა მინდა დაგისვათ, რადგან გახდა დავის და შეუთანხმებლობის საკითხი უკვე ეს ვიდეო კადრები. არის თუ არა თქვენი სურვილიც რომ თუ კი არსებობს სხვა უფრო ახლო ხედით გადაღებული მასალა, ისიც გამოაქვეყნოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ? რა თქმა უნდა, ჩვენ პირველი დღიდან მოყოლებული ვითხოვთ და თქვენ იცით, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პარალელურად, ჩვენ თვითონ ვაწარმოებდით გარკვეული სახის ინფორმაციის მოძიებას და სწორედ ამ ინფორმაციის მოძიებაზე დაყრდნობით ჩვენ ინფორმაცია მივაწვდით საზოგადოებას, ვინაიდან დღეების განმავლობაში ცალმხრივად ხდებოდა გარკვეული სახის ინფორმაციის და ამავე დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოების მიმართ, რომლითაც დადასტურდა თუნდაც იმ ნეიტრალური პირების მიერ გამოკითხვის დროს ის ფაქტი, რაზეც ახლა დღეს ჩვენ ვიხილეთ ვიდეო თვალით დანახული ის მოცემულობა. ამიტომ ჩემი მიზანი არის ის და ეს საუბარი დავიწყე, იმიტომ რომ თავად ჩვენ მოვთხოვეთ კაფე-ბარის ადმინისტრაციას, რომ გადმოეცათ ჩვენთვის ვიდეოები, რომ გაგვესაჯაროებინა. თუმცა ეს არ მოხდა, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არის, თუ არსებობს და იმედი მაქვს არსებობს ვიდეო თვალით დაფიქსირებული ნებისმიერი კადრი, სადაც ბატონი ოთარი და ბატონი ლაშა ფიგურირებენ, ყველა ინფორმაცია იქნეს საზოგადოებისთვის ცნობილი. მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა იბადება. ნებისმიერ აქამდე თუ ამბობდნენ, რომ ვიდეო ჩანაწერს დამალავენ, წაშლიან, გაანადგურებენ და ასე შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეო ჩანაწერი არსებობს და საზოგადოებას საგამოძიებო ორგანო მიაწოდა. ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ვიდეო ჩანაწერი არ არის სრულყოფილი, არ არის ავთენტური, არ არის სრულფასოვანი და თავდასხმას, რომელსაც ადგილი აქვს კონკრეტულ შემთხვევაში და აქტიურ მოქმედებას, ფიზიკურ ანგარიშტორების მცდელობას ბატონ ლაშა თორდიას მხრიდან, ეს თურმე ეს ასე არ არის და ესეც დამონტაჟებულია. ბატონ გაგი, თქვენ ამბობთ, რომ ლაშა თორდია თავს დაეჭრა თქვენი დასასრულს, რომელსაც თან ახლდა პირადი მცველები. ყველა მათთვის არასასურველი ინფორმაცია შეფასებული არის ნეგატიურ კონტექსტში მათი მხრიდან და ასე არ შეიძლება ბატონებო. როდესაც ჩვენ უყურებ ამ ვიდეო ჩანაწერს, სადაც დაფიქსირებულია ცალსახად, ვინ რა მოქმედებას აკეთებს და ამის პარალელურად ვამბობთ იმას, ამის საპირისპიროდ, უბრალოდ ეს არის ალოგიკური და სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება. რაც შეეხება იქ კარგად ჩანს, რა ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ საერთოდ რა მოქმედება გააკეთა თუ არა ის რაიმე აქტიური მოქმედება. კარგად ჩანს ბატონ ლაშა თორდიას ფიზიკური ანგარიშტორების მცდელობას და ასევე კარგად ჩანს პირადი დაცვის აქტიური მოქმედება, რომლის საფუძველზეც განეიტრალდა ეს სიტუაცია. ამას მე ვიძახდი ჯერ კიდევ გამოკითხვის რამოდენიმე დღის უკან, როდესაც ეს ინფორმაცია მე მივიღე ნეიტრალური მოწმეების მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ვინ არიან ეს ნეიტრალური მოწმეები, შეგიძლიათ გითხრათ? ადამიანები, რომლებიც თვითმხილველები არიან, ადამიანები, რომლებიც ადგილზე კაფე-ბარში მუშაობენ, ადამიანები, რომლებმაც დაინახეს ეს ყოველივე და განსხვავებით ალოგიკური მსჯელობისაგან, რომელთაც გამოირჩევა ბატონ ლაშა თორდიას მხარე, ასე უხეშად ასე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ადამიანებმა, რომლებმაც ეს ყველაფერი წამიერ სიტუაცია შეადარეს და ეს არის ის რეალობა, რაზეც ახლა დღეს თქვენ კი ბატონო, აი მე ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ თქვენთან. ნუ ჩვენ ნახეთ, რომ მოხდა დაპირისპირება, ფაქტია, რომ რაღაც პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ხომ? ან ერთი მხარის, ან მეორე მხარის. მე მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ ამ საქმის გაგრძელებას. ანუ ლაშა თორდიამ დღეს თქვა, რომ შეიძლება მე აღმოჩნდე ბრალდებული სკამზე, ისე მიყავს გამოძიება საქმე. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლაშა თორდიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება საბოლოო ჯამში ამ საქმეზე?
მე იმას ვფიქრობ, რომ ბატონი ოთარ ფარცხალაძე აბსოლუტურად უდანაშაულოა ამ ეგრეთ წოდებულ ინციდენტში. მე იმას ვფიქრობ, რასაც ვხედავ და რაც კი არ მინდა რომ დავინახო, რაც რეალურად რომ ასია. მე იმას ვფიქრობ, რომ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებში არ არსებობს ოთარ ფარცხალაძის ბრალეულობა და იმის სცენარის განვითარება, რაც სურდათ რომ ბატონი ფარცხალაძე დაედანაშაულებინათ რაიმე მართლსაწინააღმდეგობის ჩადენაში. ამ ყოველივე ინფორმაციით, მოძიებული ინფორმაციით, შეკრებილი ინფორმაციით ცალსახაა, რომ ოთარ ფარცხალაძის მხრიდან არანაირ მართლსაწინააღმდეგობას, რაიმე სახის გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. აი ეს არის, რასაც მე ვფიქრობ და რაც არის რეალური, რომელიც ალბათ საზოგადოებამ. კი ბატონო, დღეს გენერალურმა აუდიტორმა მოითხოვა, რომ პარლამენტმა შეისწავლოს ეს საკითხი, შეიქმნა საგამოძიებო კომისია. თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში? შეგიძლიათ გითხრათ, დაუჭერთ თუ არა მხარს ზოგადად ამ იდეას, რომ პარლამენტში განიხილოს ეს საგამოძიებო კომისიამ ეს საკითხი? ჩვენ დასამალი ნამდვილად არაფერი გვაქვს. ჩვენ დასამალი არ გვაქვს საზოგადოების წინაშე. როგორც არის ხელზე და თითზე დახვეული ეგრეთ წოდებული მერიის თემა, ასევეა ეს ყველაფერი, რადგან ახლა თქვენ საუბრობთ. ნებისმიერმა საგამოძიებო ორგანო, ნებისმიერმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თავარია გამოიკვლიოს ობიექტურად. არ არის ჩემთვის საგამოძიებო ორგანოს მიმართ გაჩენილი უნდობლობა, რომელიც ასე იქნება მუდამ ვინაიდან ბატონი ოთარ ფარცხალაძე იყო მთავარი პროკურორი, ეს ნიშნად გასდევს ყოველივე ამას. ამიტომ ჩვენ ვართ მართლები, ჩვენის მხრიდან რაიმე გადაცდომას ადგილი არ აქვს. ბატონ ოთარ ფარცხალაძეს კადრებითაც კარგად ჩანს, არანაირი მართლსაწინააღმდეგობა არ ჩაუდენია. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ნებისმიერ შემოთავაზებაზე ვართ თანახმა. თავარი არის რომ რომ დაუშვათ ის მოცემულობაც, რომ საგამოძიებო ორგანო შეიქმნას ამ შემთხვევაში პარლამენტში, პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც გააპროტესტებს მხარე, რადგანაც ის არ მოეწონება ის სიმართლე, რაც არის ჭეშმარიტი. მადლობთ და ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ. ჩემი ბოლო შეკითხვა. არანაირი კავშირი ამ შემთხვევაში არ აქვს ბატონ ლაშა თორდიას გასაგებია. ბატონ გაგი, ჩემი ბოლო შეკითხვა უშუალოდ ამ ჩვენ სასაუბრო თემას არ ეხება, ცოტა სხვა ეპიზოდია და ეხება მერის მიერ მიწების გადაცემის საკითხს. ოთარ ფარცხალაძე აპირებს თუ არა რაიმე უთხრას საზოგადოებას ამ საკითხზე? ეს ცალკე საკითხია კიდევ. ჩვენ ვაპირებთ სიმართლე უთხრათ საზოგადოებას, როგორც ყოველთვის. სიმართლე უთხრათ ამ მიწებთან დაკავშირებით. აი მაგალითად დღეს შეისწავლა ჩემი მეგობარი ნინო საუბრობდა ახლა ამ შემთხვევაში თქვენს ეთერში, სადაც თქვა და აუდიტის სამსახურის მიერ გაწერილ დასკვნაში წერია, რომ თურმე 2016 წელს მოხდა ის, რაც მოხდა. და ამ ამბავს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული აქვს. მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ზოგადად ეს თემა უფრო გაგვეშალა და გვეთქვა რა მიწის დაკვეთზე იყო საუბარი, რა ჩანაცვლებაზე იყო საუბარი. ამ კითხვაზე პასუხი საზოგადოებას არ მიუღია. არ მიუღია საზოგადოებას პასუხი კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს განცხადებით მიმართა კომპანიის მაშინდელმა მენეჯმენტმა და ადმინისტრაციამ მერიას დაეუბნება, რომ იცით რა, თქვენ რომ 2011 წელს ჩემის ნების საწინააღმდეგოდ მიწის ნაკვეთი წამართვით და წაიყენთ და ასე ვთქვათ, ხელყავით საკუთრების უფლება, ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება სახეზია და ჯერ დაადასტურეთ, რომ ზიანი მოგვადგა და მე ეს ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა ჯერ კიდევ 2014 წელში, სად არსებობდა ოთარ ფარცხალაძე ამ კომპანიაში, ხო? ამ ფაქტთან დაკავშირებით მერის პასუხი არ გაინტერესებთ, რომელიც აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით არანაირად არ აღიწერება და საერთოდ საუბარი არ არის. მერია პასუხობს, რომ იცით რა, რადგანაც 2014-ში მართალი ხართ თქვენ, 2011-ში მოხდა კომპანიის წინაშე ზიანის საკითხი დადგა დღის წესრიგში, ვინაიდან გავიყვანეთ გზა და არ შეგეკითხეთ თქვენ მესაკუთრეებს, ამიტომ დღევანდელ დღეს ვაღიარებთ, მერიამ აღიარა 2014 წელში, რომ ზიანის საკითხი დამდგარიგო დღის წესრიგში, მაგრამ განმარტა, რომ ბატონებო, მე ფული არ მაქვს და თუ გნებავთ ჩანაცვლეობის საკითხს, ანუ მიწის ნაკვეთს გამოგიყოფთ ამ თემასთან დაკავშირებით.
დაკავშირებითო ეს ინფორმაცია არ უნდა მოეკვლია აუდიტს, არ უნდა გაეკეთებინა აუდიტს ამ მიმართულებით კვლევა ჩაეტარებინა. აუდიტი განმარტავს, რომ საერთოდ თურმე 2016 წლამდე საერთოდ კავშირი არ ქონია ამ კომპანიის წარმომადგენელს მერიასთან. კარგით, გასაგებია ჩვენ სამწუხაროდ აღარ დაგვრჩა ბატონ შეიძლება დავამთავრებ 2000 თუ შეიძლება დავამთავრებ 2014 წელს 2015 წელს მოლაპარაკე ფაქტიურად საკითხი გადაწყვეტილი იყო. ფაქტიურად ამ კომპანიამ მერიისგან თანხმობა მიიღო და მიწის ნაკვეთების ჩანაცვლების საკითხი დადგა დღის წესრიგში. სად იყო იმ პერიოდში ოთარ ფარცხალაძე? მაგრამ მაშინ როდესაც უკვე წილი შეიძინა ამ კომპანიაში, რატომღაც მიაბეს ყველაფერი ოთარ ფარცხალაძეს. ეს ასე არ არის. წინა ფაქტიურად მერიამ დააკმაყოფილა ეს ოთარ ფარცხალაძის მისვლამდე ამ კომპანიაში. გასაგებია ეს დეტალები გასაგებია ერთ შეკითხვაზე მიპასუხეთ. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ გენერალური აუდიტორი მიკერძოებულია, როდესაც ეს შუალედური ინფორმაცია გამოქვეყნდა? რა თქმა უნდა, გენერალური აუდიტი, მაგრამ ამ საკითხს ხომ სწავლობდა მანამ, ბატონგაგი, ნახეთ, ამ საკითხს ის ხომ სწავლობდა მანამ, ვიდრე მოხდებოდა ეს დაპირისპირება ფარცხალაძესა და თორდიას შორის. რა უდევს მაშინ საფუძვლად ამ მიკერძოებას, შეგიძლიათ გითხრათ? ბატონებო, ანუ ძალიან მარტივია. ჯერ ოთარ ფარცხალაძეს, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა ეს ინფორმაცია აუდიტს რომ ჩაედო თავის დასკვნაში, სადაც ფიქსირდება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ მიწებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენლებს აქვს, სადაც არ არსებობს საერთოდ ოთარ ფარცხალაძის პიროვნება ამ პერიოდში. როდესაც 2015-ში კმაყოფილდება ისევ კომპანიის ეს პოზიცია და აკმაყოფილებს მერია, სადაც კიდევ არ ჩანს და არ არსებობს საერთოდ ოთარ ფარცხალაძე. ეს წინაპანი ფაქტიურად 2015-ში დაკმაყოფილდა მოთხოვნა კომპანიისა, და რომლის რეალიზაცია განხორციელდა 2015-ში, რომ გენერალური თქვენ საქმის დეტალებს მიყავით, სხვა შეკითხვას გიყვებით. თქვენ ამბობთ, რომ მიკერძოებულია გენერალური აუდიტორი. რატომაა მიკერძოებული? შეგიძლიათ მოტივაცია მითხრათ ამ შემთხვევაში? ეს ხომ საკითხი შესწავლა დაიწყო ინციდენტამდე. გიორგი, თუ პასუხი თუ შეიძლება გამაცემინეთ. ანუ, როდესაც არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს, ბატონ ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული მოტივი, თურმე რატომ ეჩხუბა ბატონ ოთარ ფარცხალაძე, ეს ამ მოტივის არარსებობის პირობებში, რა მიზეზი უნდა ჰქონოდა ოთარ ფარცხალაძეს, რომ ასეთი ამბავი ატეხილიყო? და ჯერ ერთი. მეორე ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეის მდგომარეობით აუდიტის მიერ გაკეთებული დასკვნა პირდაპირ პოლიტიზირებულია. ვინაიდან ჯერ აუდიტი ამბობს, რომ ეს არის შუალედური, თურმე არ არის სრულყოფილად გამოკვლეული, დამთავრებული, იქნებ დაიცადო და გამოიკვლიო სრულყოფილად, იქნებ მოიძიო და შეეკითხო იმ კომპანიის წარმომადგენლებს, იქნებ მუნიციპალიტეტს გაუგზავნო წერილი, მართლა რაიმე კომუნიკაცია არსებობს თუ არა 2014 წლის პერიოდში და საერთოდ ეხლა რომ საუბრობენ რომ არა ოთარ ფარცხალაძე მერია არ მისცემდა და მერია 10 ჯერ ქონდა ნათქვამი უარი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება ბატონებო. მერიას უარი არ ქონდა ნათქვამი, მერიამ შესთავაზა მიწის ნაკვეთი, რომელიც არის ჩვენ არ აგვაქვს მეტი დრო, ბატონგაგი, გთხოვთ რომ ჩემს მომდევნო შეკითხვას მოусმინოთ. თქვენ გამოიყენეთ სიტყვები მიკერძოებული, პოლიტიზირებული, თორდიას მისამართით. მოტივაცია შეგიძლიათ მითხრათ, რატომ არის მიკერძოებული და პოლიტიზირებული ის ვინმეს დაკვეთას ასრულებს თუ როგორ დაიწერა ეს დასკვნა? აი, რაზე მიანიშნებთ? თუ კი პოლიტიზირებულია, რაღაც საფუძველი უნდა კონდეს. კი ბატონო. თქვენ იცით რომ მთელი ერთი კვირა უკვე ამ საკითხმა ჯერ თუნდაც ელ-ცენტროს ინციდენტთან დაკავშირებით გადმოინაცვლა მერიის თემებთან დაკავშირებით და არა მარტო მერიის თემებთან დაკავშირებით. ფაქტიურად ელ-ცენტროს ეგრეთ წოდებულმა ინციდენტმა დაავიწყა საზოგადოებას თავი და უკვე წავიდა საუბარი თუ როგორ იშოვა ფარცხალაძემ არ ამდენიმე თორმე ათეული მილიონი, როგორ მოხდა ამ მიწის ნაკვეთების ასე ვთქვათ მესაკუთრე ამ კომპანია და ასე შემდეგ. რა არის სხვა თუ არა პოლიტიზირებულობა თემის?
მეორეც კიდევ დაინტერესება აუდიტის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომელიც არ არის სრულყოფილი, რომელიც გარკვეულწილად ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს არარსებულ ქმედებაში, რომ თურმე ის დაესხა თავს, ან 5 ან 10 კაცის მეშვეობით, მე აღმოჩნდება, რომ თავდასხმელი არა გავრცელებული ვიდეო მასალებით, არა ოთარ ფარცხალაძეა, არამედ თავდასხმის მცდელობა ბატონი ლაშა თორდიადან მომდინარეობს, რაც ვიხილეთ ვიდეო ჩანაწერების მეშვეობით, ეს არის თუ არა აუდიტის დასკვნის მიკერძოებულობაზე რომელიც იძულებული ვარ გავიმეორო შეკრება. ანუ ნახეთ, თქვენ ამბობთ, რომ მიკერძოებული და პოლიტიზირებული. ორივე მიმართულებით გაგეცით, მაგრამ არა, ნახეთ ბატონ გაგი, ამ საკითხის შესწავლა დაწყებულია მომხდარ ინციდენტამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ რომ ხსნით რჩება შტაბ-ეშილება, რომ თორდია ებრძოდა ფარცხალაძეს. მე მაინტერესებს, რატომ ებრძოდა, რა ედო ამას საფუძვლად. იქამდე ვიდრე ეს ინციდენტი მოხდებოდა. აი ამაში მდგომარეობს ჩემი შეკითხვა. მოდით ინციდენტის შემდეგ რა მოხდა, ეს დავივიწყოთ ერთი წუთით. ინციდენტამდე რატომ სწავლობდა ამ საკითხს? გიორგი, ჯერ არ ვიცით, როდისაა დაწყებული სწავლა, ჯერ ერთი. მეორეც კიდევ ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით მე როგორც იურისტი, როგორც ადვოკატი საუბრობ მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებით ფორმებში იმ ინფორმაციას დაყნობით, რომელიც მე გამაჩნია. ამდენად თუ თქვენ ცდილობთ გარკვეულწილად გადავიყვანოთ სხვა კუთხით და თქვენ რადგან ამ თემაზე ისურვებთ საუბარი, ამიტომ დაუსაბუთებელი არგუმენტები მოგახსენოთ, ასე არ გაბოვა. მე ვეყრდნობი ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ჩემს მიერ აქნა მოძიებული სამართლებრივი ანალიზი გაკეთდა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იქნა მოძიებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მოძიების ანალიზის შედეგად, თუნდაც ამ ჩემს მიერ გაცნობილი მერიის ეგრეთ წოდებული მიწის ნაკვეთის თემებთან დაკავშირებით გაცნობილი ინფორმაციის შედეგად ცალსახაა და უდაოა, რომ ოთარ ფარცხალაძის ბრალეულობა არ არსებობს. მადლობთ. ოღონდ თუ რა მოტივი, რა ქმედება ამოძრავებს, რამდენად პოლიტიკურია, თუ ასე შემდეგ ეს კითხვები ჩემს კომპეტენციას მესილდება. თუმცა თქვენ მიკერძოებული და პოლიტიზირებული მაინც და არა პოლიტიკოსი. გმადლობთ, გაგი მოსიაშვილი. დიახ, იმიტომ რომ ეს მისი ინფორმაციით საუბრობთ. გმადლობთ, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა კიდევ ერთი პირდაპირი ჩართვა გვექნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელია უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. ჩვენ გსურდა რომ ქართულ ოცნებას მიეღო დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობა, თუმცა მართველი გუნდი არ არის დღეს ჩვენ გადაცემაში წარმოდგენილი. საღამოშვიდობისა ბატონ ნიკა. მოგესალმებით, გამარჯობა. ბატონ ნიკა, ერთი მხრივ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის უნდობლობა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, მეორე მხრივ მერიის თემა შემოვიდა. რა გაიგეთ პირადად თქვენ ფარცხალაძისა და თორდიას დაპირისპირების შემდეგ თელ ამ ისტორიაში, რომელიც გაცდა მართლაც ამ ელცენტროში მომხდარ დაპირისპირებას და უკვე სხვა თემები წამოვიდა დასკვნის სახით და ასე შემდეგ. არაფერი, რა გავიგეთ? გავიგეთ ის კიდევ ერთხელ, რომ ქვეყანას მართავს კრიმინალთა ჯგუფი, რომლის სათავეში ერთ-ერთი ადამიანი, ვის დგას, არის ბატონი ფარცხალაძე, რომელიც არათუ რეალურად სარგებლობს გავლენით შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში და ფინანსურ პოლიციაში, არამედ უბრალოდ მართავს იქ პროცესებს. დღეს ჩვენ საზოგადოებას წარმოგვიდგინეს ვიდეო ფირი, ხომ ნახეთ, სადაც აშკარად ჩანს, რომ ხელს ურტყამს ბატონი ფარცხალაძე აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს. მაგრამ მიდის ახლა მტკიცება ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე სპიკერმა განაცხადა, რომ პირველი ხელი დაარტყა ბატონმა ლაშა თორდიამ და იძულებული გახდა ხელისუფლება, რომ რომელიღაცა ვიდეოფირი, რომელიღაცა ვიდეოკამერიდან ამოღებული გაევრცელებია, იმიტომ რომ ამას ვერ გაექცეოდა, ყველაზე შორი რაკურსიდან გადაღებული ვიდეოფირი გაავრცელეს, სადაც ჩანს გარკვევით შესაძლებელი არც მაგრამ როგორც დაუკვირდებით ხედავ და გადაწყვიტეს ახლა იქ შინაგან საქმეთა სამინისტროში ფარცხალაძესთან ოჯახში იქ სახლში, რომ ჩვენ ამას გამოვაქვეყნებთ და მიდით ახლა ამტკიცონ. ახლა ადამიანი, რომელიც სახლში ატარებს თათბირებს, ძალოვანი სტრუქტურების
წარმომადგენლებთან ადამიანი რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციურ განყოფილებაში შედის და ჟურნალისტებს კომენტარს აძლევს და ამბობს რომ წამიერი შეხვედრა იყო და ამის შემდეგ ხედავთ რომ ამ ვიდეო ფილმშიც რომ წამიერი კი არა იქ საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი იყო სანაფიზიკური ასე თქვა თავდასხმა განხორციელდებოდა ბატონ თორდიაზე და ბატონი ადვოკატი რომელიც ახლა თქვენს ეთერში იყო საუბრობდა რომ გახსოვთ ხო თავად თორდიამ მიიყენაო დაზიანებაო ნუ რა უნდა ვისაუბროთ არაფერი ბატონი ფარცხალაძე არის ერთ-ერთი ის ადამიანი რომელზეც დგას ივანიშვილის დიახ დანაშაულებრივი რეჟიმი არ მიყვარს ასეთი ყვახე განცხადებას ვკეთებ, მაგრამ ეს ესე არის, დიახ, ჩვენ საზოგადოებას გვესაუბრებია ვიდეო ფილმს, წარმოგვიდგენენ ბატონიკა, მაგრამ შავზე გვეუბნებიან თეთრს. გასაგებია, რასაც აი ეს არის ვიდეო ფილმი, ხედავთ? გასაგებია, ბატონიკა, ნახეთ, ტრაგიკომიკურია. ერთი საინტერესო დეტალია ამ ყველაფერში, რომ აუდიტის სამსახური სწავლობდა მერიისა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობას. აი რით ახსნით ამ ეპიზოდს? აი რისი გამოხატულება შეიძლება იყოს? დაწმუნებული ვარ, ბატონო ვახო, დაწმუნებული ვარ. ნუ ეს რა თქმა უნდა, თავარი არის ის დაუშვათ და საერთოდ არც მომხდარიყო ის კონფლიქტი, რომელიც მოხდა უბრალოდ თავდასხმა შარდენის ქუჩაზე, ხო? ის ფაქტები, რომელიც საზოგადოებამ იხილა უკანასკნელი დღეების განმავლობაში არ არის საკმარისი, რომ ბატონი ფარცხალაძე წინასწარ პატიმრობაში იყოს. ადამიანს აქვს მილიონები მიტაცებული. ხო? ადამიანისთვის ღარიბაშვილს როგორც პრემიერ-მინისტრს აქვს მიცემული მიწის ნაკვეთი ადამიანისთვის 200,000 ლარად, ანუ ფარცხალაძეს და ფარცხალაძეს გადაყიდა მე 1,200,000 ლარად. ხელი არ უხლია საერთოდ ეს ერთი მეორე გუშინაც ვიხილეთ ხო უამრავი სხვა ფაქტია და ბუნებრივია ეხა იქ ძალიან პროფესიონალი აუდიტორები მუშაობენ წლების განმავლობაში თუ რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია ზოგი აუდიტორი 30-40 წლის განმავლობაში მუშაობს იქ და მათთვის ძალიან ადვილი იქნებოდა ასეთი დარღვევის აღმოჩენა და ეთქობა გაიგო ეხა ფარცხალაძემ ამ მოკლევის შესახებ და თავს დაესხა თავის ფინანსური ყოფილი პოლიციის თანამშრომელთან ერთად ვიღაცა ბატონი ჩოხელი. აი გეკითხებით ვახო, სად არის დღემდე ბატონი ქუმსიშვილი? როდესაც ბატონო ქუმსიშვილმა ფინანსთა მინისტრმა, რომელიც თანამშრომელმა ფინანსური პოლიციის თანამშრომელია ბატონი ჩოხელი, ხო? ხელი გაარტყა ბატონ ასე ვთქვათ აუდიტის სამსახურის უფროსს. სად არის? ანუ განცხადება მაინც არ უნდა გაეკეთებია, პოლიტიკური განცხადება მაინც არ უნდა გაეკეთებია. ყველაფერს თავი დავანებოთ. თელმა თბილისმა და საქართველოს მიცის რომ თვეების წინ იყო კონფლიქტი ფარცხალაძესა და ქუმსიშვილის შორის, ქუმსიშვილი როდესაც დაინიშნა ფინანსთა მინისტრად, თქვა რომ ახლა ჩვენთან შემოდის ფინანსური პოლიცია სამინისტროში სტრუქტურულად მე მექვემდებარება, მაშინ მე მივხედავ ამას და მე დავნიშნავი ხელმძღვანელს, მე დავნიშნავ მოადგილეს და ფარცხალაძემ ქუჩიდან სახლიდან თქვა არა, ამას მივხედავ მე და ამ ასე ვთქვათ ორთავბრძოლაში ივანიშვილის კარზე გაიმარჯვა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ცალკე ტრაგედია საერთოდ, რომ ადამიანი სახლიდან მართავს ფინანსურ პოლიციას, რომელსაც თავისი სპეცენაზი ხავს, წარმოიდგინეთ. კიდევ ერთ თემას უნდა შევეხოთ, ბატონიკა, ჩვენ ბევრი დრო არ დაგვჭა, კიდევ ერთი თემა ეხება ბევრი დრო არ დარჩა ქართულ ოცნებას. ბევრი დრო არ დარჩა, ნამდვილად არ დარჩა, ხო? შეუძლებელი, როდესაც ესეთი მეტასტაზები მიდის ხელისუფლებაში. ის ხელისუფლება მარცხდება 2x2 4-ია. აი რა შეეხება არ დაიჯეროთ, მაგრამ მაინტერესებს. გეტყვით ეხლა რასთან გასაკვა. შეკითხვა მინდა დაგისვათ ბატონიკა. არა გვაქვს დრო და ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც უნდა შევეხოთ. ნახეთ, არსებობს ინფორმაცია რომ შესაძლოა გენერალური აუდიტორი გახდეს დავით ნარმანია, დედაქალაქის ახლანდელი მერი და დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარადგინოს ქართულმა ოცნებამ კახი კალაძე. თქვენთვის ნაცნობი თემებია დედაქალაქის საკითხები, იმიტომ რომ თქვენ იყავით კანდიდატი დედაქალაქის მერობის. აი, რა შეგიძლიათ თქვათ და ვინ დაუპირისპირდება მაგალითად თქვენი პარტიიდან კალაძეს, თუ კი ის იქნება კანდიდატი? ჯერ ერთის მოდით პირდაპირ თქვათ, რომ არა ის გახმაურებული ფაქტი ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ფარცხალაძე ხო დღეს მთავარი თუ გენერალური პროკურორი იქნებოდა. უბრალოდ მოხდა ის, რასაც არ ელოდებოდა ფარცხალაძე და დატოვა თანამდებობა ოფიციალური, თუმცა მართავს რეალურად ხო პროცესებს. წარმოვიდგინეთ დღეს რომ იყოს ფარცხალაძე გენერალური პროკურორი.
ხო დავინახეთ რას ჩადის და რას აკეთებიებს ყველა ძალოვან სტრუქტურას და რას გააკეთებდა გენერალ პროკურორის სავალზეში ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში. აი ესე იკერება საქმეები დიახ პროკურატურაში და შინაგან საქმეთა ბატონი კალაძეს დიახ პასუხობთ დიახ ბატონი კალაძეს თქვენ რა გონიათ დიახ ბატონი კალაძესა და ბატონ ფაცხაძეს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. დიახ ისიც არის უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი ის ადამიანი ვინც კრიმინალურ კლანს წარმოადგენს რომელსაც უბრალოდ შეინარჩუნა თანამდებობა ფარცხალაძემ ოფიციალურ თანამდებობა შეინარჩუნა და ორივე ერთად რეალურად ცდილობს გააკონტროლოს არა მხოლოდ უწყებები სხვადასხვა არამედ ქუჩა დიახ ძველი ბიჭები კრიმინალები და მე თქვი და დღესაც თქვენს ეთერში გავიმეორებ უახლოეს პერიოდში სქემატურად წარუდგენ საზოგადოებას ვისთან თანამშრომლობენ კალაძე და ფარცხალაძე თბილისში და არა მხოლოდ თბილისში ვინ არიან ის კრიმინალები რომელსაც დღეს ბიზნესმენებს ეძახიან რომელსაც ეყრდნობა კალაძე და ფარცხალაძე და ნუ ნარმანიის თუ კალაძე იქნება მერობის კანდიდატი რა შანსი აქვს ოპოზიციას ან თუნდაც თქვენი პარტიის კანდიდატი მე ჯერერთი უახლოად გეტყვით აბსოლუტურად სხვაობას ვერ ხედავ ნარმანია იქნებოდა თუ კალაძე იქნებოდა ვინაიდან ეს არის ქართული ოცნება დიახ გამორიცხული არის მეთოდები იქნებოდა ერთი და იგივე კალაძე ხა უბრალოდ ბუნებრივია არის იმდენად კადენიერებაზე წამსვლელი რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ ძალიან დინამიური და აგრესიული კამპანია იქნება რა თქმა უნდა აგრესიული მათი თვით და ზოგადად ახლა დინამიური იქნება ადამიანმა რომელმაც წამალი ჩააგდებია ფეხბურთის ფედერაციის ასე ვთქვათ პრეზიდენტის არჩევისას ერთ-ერთი დელეგატისთვის და სანამ უბრალოდ დელეგატობის სტატუსი არ მოეცდა დროებითი დაკავების იზოლატორიდან არ გამოუშვეს ადამიანი და სანაკობიაშვილი არ არჩევდა არ გახსოვთ ოთახში რო იყო და ძველბიჭულ გარჩევებს რო აწარმოებდა ბატონი კალაძე და რომელი ერთი ამიტომ რა თქმა უნდა დაწუნებული ვარ ძალიან მეიმედება თბილისელებს დაწუნებული ამ ყველაფერს ხედავს იცით რა ეს ყველაზე მეტად არა მხოლოდ თბილისელებს ყველას აბსოლუტურად განსაკუთრებით ამ ქვეყანაში ვინ ცხოვრობს როდესაც შავზე გვეუბნებიან თეთრს დიახ ეს პრობლემები იყო გმადლობთ ბატონ ნიკა გმადლობთ ჩვენი დრო ამოიწურა ამას არ პატიობს საზოგადოება და საარჩევნო უნდათ დაინახავს კრიმინალი კალაძე და ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი პირველი ბლოკი ამით დასრულებულია გადაცემის მეორე ნაწილში ციანდის საქმე დისკუსია ადვოკატებთან ერთად რამდენიმე წუთში